ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ უნგრეთის სცენარი საქართველოშიც უნდა განმეორდეს. საუბარია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ესენი თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ამისთვის კი ამ მრჩეველთან უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში ოპოზიციას არაფერი გამოუარა, რადგან ისინი ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან და ასრულებენ მხოლოდ გარე ძალების დაკვეთას. ასევე ერთ-ერთი დიდი გადაწყვეტილება, რაც უნგრეთში არჩევნები, არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ჩვენი საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, დიახ, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს ის რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხის შემქმნელი არის. ოღონდ განსხვავებით თავისუფალი ქვეყნებისგან და ქვეყნებისგან, რომელიც არიან ნატოს და ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვჭირდება არჩევნებამდე იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის საპროტესტო ტალღა, მშვიდობიანი, რომელიც მოგცემს შანსს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. და 26 მაისს შეკრება ოპოზიციის ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ გამოდიოდა და ამბობდა, არჩევნების დღეს მათ შორის, რომ არ წახვიდეთ არჩევნებში, პირდაპირ მასაკუთრების სიტყვები, არ წახვიდეთ არჩევნებზე, არჩევნებზე წასვლის ნაცვლად მოდით რუსთაველზე. და რუსთაველზე რა ელოდა ხალხს, რა იყო დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა. რა მოიტანა მშვიდობიანმა დამხობამ 4 ოქტომბერს? კარგად ვნახეთ. მათ 64-ვე მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად გადაულოცეს ადგილობრივი ხელისუფლება ოცნებას. და თქვენ კარგად იცით, რომ ამბის გამომტანის არ არის ბევრი საკრებულოდან დღეს. როდესაც ჰქონდა რეალური შანსი იმისა, ერთად რომ გვებრძოლა, რომ უმრავლესობა მუნიციპალიტეტებში ოპოზიციას ქონოდა გადამწყვეტი ხმის უფლება. დღეს ახლა თურმე უნგრეთის მაგალითი დაჭირდათ იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ არჩევნების გზა არის ერთადერთი გზა. არაინტერესებდა უგულებელყვეს ქართველი ხალხის აზრი და დაიწყეს მზერა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აი ასეთ, როდესაც აცდენაში არის და როდესაც აი ასეთი არარეალურ სამყაროში არიან ეს სუბიექტები, ბუნებრივია, რომ ყოველთვის იქნებიან იმ დღეში, რომელ დღეშიც არიან. მე გეტყვით ამას, რომ ქართველი ხალხს აბა გადით და კითხეთ, რომ ვინ არის ოპოზიცია. ვერც კი გაიხსენებს, მაგრამ გაიხსენებს ადამიანებს, რომლებიც რაღაცნაირად ანჩხლობენ, რაღაცა ქვეყანას ობსტრუქციას, დესტრუქციას და ათასგვარ უბედურებას უწყობენ და ემუქრებიან. უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება რაღაც კიდე გამოდგეს. როგორც ცოტა იუმორით შევხედოთ ამ ყველაფერს, მე მგონი ჰერმან საბოსიმედად არის დარჩენილი ახლა მთელი ოპოზიცია. აი უბრალოდ სამარცხვინო არის ჩვენ რასაც ხედავთ. ეხლა ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, რომ ახლა უნგრელობის ასე ვთქვათ მანტიას ირგებენ, ნუ კიდე კარგი, მაგრამ ეხლა ნახეთ რომ ნეპალელები გახდნენ ჯერ, მერე ნახეთ რომ ვენესუელელები გახდნენ, მერე ირანელები გახდნენ. ყველაფერზე მზად არიან რომ იყვნენ ყველა გარდა ქართველებისა. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სინამდვილეში ისინი არ არიან ქართველები თავისი სულით. ანტიქართველები არიან თავისი პოლიტიკით, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი პოლიტიკა არის საქართველო უნდა იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებელი. უნდა ხარიაობათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ არა ჩვენი ნაბიჯით. და ასე რომ დადიოდა ნაცმოძრაობა, როცა მაშინ ხელისუფლებაში იყო, იმიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. და ასე რომ არ მოქმედებს ქართული ოცნების ხელისუფლება, იმიტომაც გვაქვს 14 წლიანი მშვიდობა საქართველოში. თორემ ჩვენც რომ მოქცეულიყავით ისე როგორც ესენი მოიქცევიან პირველივე დღეს, დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღესაც კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, თუ კი საერთოდ ვიარსებოდით როგორც სახელმწიფო. წელიწად ნახევარში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველა შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსულტაციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ. მთავარი არის რა, რომ 10 ჯერ წააგეს არჩევნები ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს არის არსებითად უცხოური აგენტურა, ასე დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი. ხო, ანჩე როცა აგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ. აქედან გამომდინარე ამ აგრესიისგან ისინი ბუნებრივია ვერ გათავისუფლებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის
ეს ვითარება არაფერს არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ როგორც ვემზადებოდით წარსულში არჩევნებისთვის, ასევე ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმდენად დისკრედიტებულია დღეს ოპოზიცია, რომ მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.